მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2022 წელი ამოცანა ნომერი 32. დახრილ სიბრტყეზე ძირიდან ბიძგით ასრიალდა ძელაკიო, რომელიც შემდეგ კვლავ ჩამოსრიალდა ძირამდე. გაითვალისწინეთ ხახუნი და შეუსაბამედ ძელაკის მახასიათებელი ციფრებით დანომრილ ფიზიკურ სიდიდეებს, ამ სიდიდეების ტედროზე დამოკიდებულების თვისებრივი გრაფიკებიო და ამასთან შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ღერძი მიმართულია დახრილი სიბრტყის გასწვრივ ზევით, პასუხების ფურცელზე ცხრილის სათანადო უჯრებში დასვით ნიშანი x-ი. კარგით, ესე იგი, მოდით სანამ უშუალო დამამოცანის გაკეთებას დავიწყებთ, ესე იგი, გავაკეთოთ ნახაზი. გვაქვს დახრილი სიბრტყე, დავუშვათ რაღაცა ალფა კუთხით არის დახრილი და მოძრაობის დაწყებიდან რაღაც ტედროის შემდეგ ასრიალების დროს, ჩვენი ემასის სხეული, ბუნებრივია სადღაც აი აქ აღმოჩნდებოდა და აი მომენტს დავაკვირდეთ, როცა აი აქ არის ეს ჩვენი გარკვეული ემასის სხეული. გითხრეს, რომ ჩათვალეთ, რომ ღერძი მიმართულია დახრილი სიბრტყის გასწვრივ ზევითო. ანუ ღერძი უნდა ავარჩიოთ აი ამ მიმართულებით, ასე არის x ღერძი. მოძრაობის მართობ სიბრტყეში მოდი შემოვიტანოთ y ღერძი, აი ესე, ეს იყოს y ღერძი. და y ღერძი. და ახლა ამ სხეულზე რა ძალები მოქმედებს, ხო? ზევით ასვლის მომენტში, როცა ზემოთ ადის ეს ჩვენი სხეული. ამაზე მოქმედებს mg სიმძიმის ძალა. აჩქარება თანაბარ შენელებული არის, შესაბამისად აჩქარება ასვლის მომენტში მიმართული იქნება ასე ამ სახით a1, აი ამ სახით იქნება მიმართული, ხო? ასე. ხო, შემდეგ ამაზე კიდე საყრდენის რეაქციის ძალა იმოქმედებს n-ი. ხახუნის ძალა აღიძვრება, რადგანაც მოძრაობს ხახუნის მაქსიმალური ძალა აღძრული, f ხახუნი გვაქვს აქ, ასე. მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. და ჩავწეროთ ახლა რა ძალები ამ სხეულზე მოქმედი ძალთა თქმედი, ამ სხეულს უნდა ანიჭებდეს აჩქარებას, ესე იგი mg-ს ცალკე დამატებული რეაქციის ძალა n-ი და დამატებული ხახუნის ძალა. ეს ძალთა თქმედი ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, ტოლი უნდა იყოს მასისა და აჩქარების ნამრავლის, კი ბატონო. აი ერთი გვაქვს ამ შემთხვევაში, როცა ზემოთ ადის ჩვენი სხეული აღნიშნული, კი ბატონო. და დავაგეგმინოთ ახლა პირობითად, y ღერძზე დავაგეგმინოთ j. ახლა მოდით ასე მოვიქცეთ, აი ეს სამკუთხედ, ამ სამკუთხედს თუ გამიხილავთ, სამკუთხედების გავსებიდან გამომდინარე, ეს კუთხეც არის ალფა, ზოგადად ეს კუთხეც იქნება ალფა, შიდა ჯვარდინ კუთხეებია. და დავაგეგმინოთ ახლა mg-ს ჟ-ს გეგმილი y ღერძზე იქნება m-ჯერ ჟ-ს გეგმილი იქნება mg კოსინუს ალფა და ეს გეგმილი y ღერძის საწინააღმდეგოდ იყურება, ხო? ამიტომ აქ მინუსი გვექნება. დამატებული n და y ღერძზე ერთ წრე გასწვრივ, ამიტომ ამას პირდაპირ n დაემატება და ხახუნს y ღერძზე საერთოდ არ აქვს გეგმილი, რადგანაც ხახუნი x ღერძის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, ამიტომ 0 ემატება, შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ ეს უდრის მასსა და აჩქარების ნამრავს, მაგრამ აჩქარებაც x ღერძის საწინააღმდეგოდ არის, ხო, ამ შემთხვევაში მიმართული. ამიტომ ეს ტოლი იქნება 0-ის, აჩქარება y ღერძზე არ გვაქვს. ნუ საიდანაც n-ისთვის მივიღებთ, რომ n ტოლი არის mg კოსინუს ალფასი. ეხლა იგივე გავაკეთოთ x ღერძისთვის. შევხედოთ x ღერძზე რა გვაქვს? ხო, x ღერძზე mg-ს გეგმილი m-ჯერ ჟ-ს გეგმილი იქნება ჟ სინუს ალფა და გეგმილი და x ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგოდ არის, ხო, მიმართული. ამიტომ მინუს m ჟ სინუს ალფა გვექნება. ამას დამატებული რეაქციის ძალა, მაგრამ რეაქციის ძალა y ღერძის გასწვრივ იყურება, x ღერძზე გეგმილი არ აქვს, ამიტომ ნუ პლუს 0 შეგვიძლია ეს არც დავწეროთ. ხა გადავიდეთ ხახუნის ძალაზე, ხახუნი და x ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგოდ არის, ამიტომ ეს მინუსი გვექნება და f ხახული ხო μn-ი არის. μn ხახუნის მოძრაობის ხახუნის მაქსიმალური მნიშვნელობა. მეორე მხრივ n-ი არის mg კოსინუს ალფა, ანუ μ-ჯერ n-ი, ანუ μ-mg კოსინუს ალფა გვექნება და ეს ტოლი იქნება m-ჯერ a1-ის გეგმილი x ღერძზე a1 და x-ი ურთიერთსაწინააღმდეგოდ იყურება, ამიტომ მინუს m1 გვექნება, ხო? საიდანაც აქედან რა გამოგდის? აქედან ჩვენ გამოგვივა, მოდით m-ები შევკვეცოთ და მინუს a1 ტოლი გამოგდის, ეს ტოლი გამოგდის მინუს ჟ სინუს ალფა მინუს μ-ჟ კოსინუს ალფა. ტოლობის ორივე მხარეს თუ მინუსზე გავამრავლოთ, დაგვრჩება a1 უდრის ჟ ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ, მოდით თან ჟ სინუს ალფა გვექნება პლუს μ კოსინუს ალფა.
ხო? ესაც შეეხება A1-ის სიდიდეს. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ სიჩქარის გეგმილს გვეკითხებიან, მოდი გეგმილებში რა იქნება? გეგმილი იქნება A1x ტოლი იქნება უკვე -g სინუს ალფას პლუს მიუ კოსინუს ალფა, ხო? იმიტომ რომ A1 და x ურთიერთსაწინააღმდეგოდ იყურება. და ჩამოსვლის დროს რა გვექნება? როცა ჩამოდის ქვემოთ, მომოტრიალდება ალბათ და წამოვა უკან. უკან რო წამოვა x ღერძი ისევ აქეთ არის მიმართული, კი ბატონო. უკვე ამ შემთხვევაში თანაბარ აჩქარებულია მოძრაობა, ესე იგი A2x კიდე ტოლი იქნება -g სინუს ალფა, სწორედ -μ კოსინუს ალფა, ხო? ეს არის გეგმილებზე საუბარი, აჩქარების გეგმილებზე. თუ მოდულებში ჩავწერთ, ნუ ეგ პლუსები გვექნება, მაგრამ ჩვენ გეგმილები გვაინტერესებს, ასე. და ეხლა მოდით გადავიდეთ კითხვაზე. პირველი არის სიჩქარის გეგმილი. პირველი. ხო, ეხლა დავწეროთ V1 x რის ტოლი იქნება? ეს ტოლი იქნება საწყისი სიჩქარე V0 დამატებული არა, ხო? იმიტომ რომ თანაბარ შენელებული მოძრაობაა, ამიტომ -A1x T1 გვექნება. ეს ტოლი იქნება V0 minus A1x არის ნაპოვნი გვაქვს. ჩავსვათ, ხო, პრინციპში აქ პლუსი უნდა დაგვეწერა და მერე გაგვეთვალისწინებინა A1x, ხო? A1x მერე უნდა გაგვეთვალისწინებინა. თავიდან რო ადის თანაბარ, ხო? კი ბატონო, ესე იგი პლუს A1x და მინუს g სინუს ალფას პლუს მიუ. ხო, ერთი წუთით კორექტულები რო ვიყოთ. ისა გვაქვს გეგმილებში ჩაწერილი, ხო? ეს არის ზოგადი გეგმილებში ჩაწერილი ფორმულა x-ის მიმართ. აქედან V1 სიჩქარე x დგენელი ტოლი იქნება V0 A1 დამატებული A1x, რომელიც ნაპოვნი გვაქვს -g სინუს ალფას პლუს მიუ კოსინუს ალფა. ასე. ხო, V2x იქნება, V2x ტოლი იქნება V0 ოღონდ T1-ზე უნდა გამოვიდეს. V0 პლუს A2x T2 ეს ტოლი იქნება. ხო, V0 ეხლა ზედა წერტილში რო ადის, სიჩქარე 0-ის ტოლი იქნება. 0-ის ტოლი გახდება, იმიტომ რომ გაჩერდება, ხო, სხეული. ანუ ზედა წერტილიდან ქვემოთ წამოვა ჩვენი სხეული. საწყის სიჩქარე 0 აქვს, ამიტომ ეს პირდაპირ იქნება 0-ის ტოლი და ეს რა ტოლი გამოდის, ესე იგი -g ჯერ სინუს ალფას minus მიუ კოსინუს ალფა T2, ხო? ახლა დავაკვირდეთ. ეს ახლა მუდმივი სიდიდეა, მუდმივია ის, ჟეც მოცემულია, ალფაც მიუც. ანუ რაღაცა მუდმივი არის. აი ეს მუდმივი სიდიდეა და ესეც მუდმივი სიდიდეა. შესაბამისად, გვაქვს წრფივი ფუნქცია V1x-ის T1-ის მიმართ. დროის საწყის მომენტში, როცა T1 უდრის 0-ს, რაღაც სიჩქარე გვაქვს და მერე წრფივად იკლებს. ხო, აი ესე იკლებს. ანუ აი ეს შეესაბამება აი ამ გამოსახულებას V1x და აი ეს უკვე შემდეგ ეს არის დახრას გვიჩვენებს, ხო? აი ეს გვიჩვენებს დახრას. ამ შემთხვევაში დახრა უფრო მეტი არის და აი დახრილობა უფრო მეტი გვაქვს. შემდეგ აქ დახრა მოიკლო აი ამის ხარჯზე, იმიტომ რომ ეს შემცირდა წინ კოეფიციენტი. ხო, წრფივად აქაც წრფივად გააგრძელა კლება. ანუ შესაბამისად პირველში გადავხაზოთ ეს. პირველის პასუხი იქნება პირველის g, ხო? პირველის g. ეხლა გადავიდეთ აჩქარების გეგმაზე. ხო, აჩქარება, ნუ თავიდან A1x-ია, მერე A2x არის. ესე იგი, რომელი იქნება? თავიდან ესე იგი გვექნება ეს რომელი პასუხი იქნება? იქნება b, ხო? აი, მუდმივი დამოკიდებულება არის. ეს ზემოთ რომ იდის. ხო? და შემდეგ, ნუ, მცირდება. შესაბამისად, მეორეში იქნება b. მესამეში რა უნდათ? ეს გადავხაზოთ. მესამე არის პოტენციალური ენერგია. პოტენციური ენერგიისთვის, ხო, ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ პოტენციური მესამე. პოტენციური ტოლი არის mgh-ის, ხო? მაგრამ h-ი აი სიმაღლეა, ხო? ჩვენ თუ შემოვიტანთ აი ამ სიგრძეს, პირობითად, რა ვიცი, x-ი დავარქვათ. h-ი მეორე მხრივ აქედან ტოლი იქნება x სინუს ალფასი, ხო? x სინუს ალფა იქნება. ანუ ეს ტოლი გამოდის mg x სინუს ალფა. თავიდან
პოტენციური ენერგია იზრდება და შემდეგ იკლებს, ხო? რადგან სიმაღლე იზრდება. და მეორე მხრივ პოტენციური x-ის ფუნქცია, ხო, რადგანაც ესენი მოცემული სიდიდეები არის და x-ი კიდე თავის მხრივ არის t-ს მიმართ კვადრატული ფუნქცია, ხო? b0 t-s პლუს at კვადრატ ნახევარია, ხო? ზოგადი ფორმულა რო ჩავწეროთ. თუ საწყის მომენტში x0 0-ის ტოლი არის. ასეთი სახე აქვს, შესაბამისად x-ი თუ კვადრატულად იცვლება, პოტენციური ენერგიაც კვადრატულად უნდა იცვლებოდეს და თან თავიდან უნდა იზრდებოდეს. ზედა წერტილამდე და მოტრიალდება, მე რომ უნდა მცირდებოდეს კვადრატულად. ასეთი კი არის მხოლოდ d. ესე იგი მესამეს d გამოვდის. მესამეს d კინეტიკური ენერგია, ხო, ეკინეტიკურსაც შეეხება, ეკინეტიკური ტოლი არის mv კვადრატ ნახევარი. ხო, აქ პირიქით, სადაც პოტენციური იზრდება, იქ კინეტიკური იკლებს და სადაც კინეტიკური იკლებს, იქ პოტენციური, სადაც პოტენციური იკლებს, იქ კინეტიკური იმატებს, ხო? ანუ თავიდან სიჩქარე იკლებს, რადგან ბოლოში ჩერდება და შემდეგ იმატებს, ესეც კვადრატულად. იმიტომ რომ v-ს კვადრატული ფუნქცია არის, შესაბამისად. პასუხი იქნება მეოთხესი b. გავლილი მანძილი, რაც შეეხება გავლილი მანძილს, გავლილი მანძილი სულ იზრდება, ხო? სულ იზრდება. შესაბამისად, ამ გრაფიკებიდან სულ ზრდადი ფუნქცია გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ e, მეხუთეს e იქნება და ხახუნის ძალის გეგმილი. ხო, ხახუნის ძალას რაც შეეხება, ხახუნის ძალა, ანუ აი ეს ნაწილი, თავიდან ხახუნის ძალას გეგმილი რა არის? f 1x-ი ტოლი არის minus mu mg minus mu mg კოსინუს ალფა, ხო? აი ეს ნაწილი შეესაბამება აი ამ მოცემულობას, ხოლო შემდეგ ქვემოთ რომ მოსრიალებს, აი ეს ნაწილი არის f2x-ი, რომელიც ტოლი არის ამ შემთხვევაში mu mg კოსინუს ალფასი. შესაბამისად მე-6-ში იქნება a, ხო? მე-6-ში a. ასე ბატონო ჩემო, კი ბატონო.